BBC-თვის მიცემული ინტერვიუების შემდეგ მამაშვილ ჩახუნაშვილებს პასუხების გაცემა გამოძიების შეკითხვებზე მოუწიათ. ისინი დღეს სასამართლოში მაგისტრი მოსამართლის წინაშე გამოიკითხნენ. დაეყრდნოთ თუ არა ბრიტანული მაუწყებელი ქართველი ექიმების მიერ მომზადებულ კვლევას, რომლის საფუძველზეც ამტკიცებს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ აკრძალული ნივთიერება კამიტი გამოიყენა. დღეს ყველა გამოკითხულმა უარყო. ჩვენ კვლევებს ვერ გამოიყენებდნენ, იმიტომ რომ შიგნით ამ მავნე ნივთიერებებზე ერთი სიტყვაც არ არის. შეიძლება ეძებდნენ. ვინაიდან იყო საუბარი, მათ შეიძლება ეგონათ, რომ ჩვენ ამაზე გქონდა საუბარი. ამ ჩაშთაბეჭდილება, რომ წაკითხული არ ქონდათ კვლევა. თუ აინტერესებდათ, ფიგურირებდა თუ არა კამიტე ჩვენ სტატიაში და ეყრდნობოდა თუ არა BBC-ს, ასე ვთქვათ, კვლევა ჩვენ სტატია. ჩვენ კვლევას ამ კონკრეტულ შემთხვევაში BBC არ ეყრდნობა. მტკიცების ერთი უნდა აიღოს, იმან ვინც ამას ამტკიცებს, ხო? ეხლა ჩვენი კვლევა სხვა მიმართულებით იყო, ჩვენ სხვა რაღაცა დავამტკიცეს და ამაზე პასუხს ვაგებთ, მაგრამ ეს კვლევა, რა ვიცი, არარელევანტურია ჩვენთვის. მიხეილ ზაქარიაშვილი ერთ-ერთია იმ ადამიანებიდან, რომელიც ჩახუნაშვილების მიერ ჩატარებულ კვლევაში მონაწილეობდა. საგამოძიებო უწყებას გამოკითხვაზე მისვლა მან თავად შესთავაზა და საკუთარი გამოცდილებაც გაუზიარა. სიტყვა კამიტი გავიგე გუშინ წინ პირველად. ან მნიშვნელოვანი დარღვევა ჩემ ჯანმრთელობაში არ ყოფილა გაზის მოწამის შედეგად. საგამოძიებო უწყების შეკითხვებს მოსამართლის თანდასწრებით უპასუხეს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლებმა და საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს აღმასრულებელმა დირექტორმაც. BBC-ს რესპონდენტები ამტკიცებენ, რომ კამიტის გამოყენების შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ. საუბარი იყო იმაზე, ავირე თუ არა ანაზღაურება კომენტარის მიცემაში, რაც ასევე გაუგებარი კითხვა იყო ჩემთვის. საიდან გავიგე, რომ კამიტი შეიძლება გამოყენებული ყოფილიყო. რა უთხარით? სტატიიდან კითხვები დღევანდელ დღეს შეეხებოდა ფაქტობრივად იმ ინტერვიუს შინაარსის ადასტურებას, რომელიც მე BBC-ს მივეცით. ჩვენ არ ვფლობთ ინფორმაციას, რა საშუალებები იქნა გამოყენებული, ამრიგად ნიშნავს იმას, რომ საზოგადოებისთვის უცნობია. დაბარებავე და უკანონო იყო მისი, თუმცა ასევე ეს განჩინებას არ გადმოგვცევია სასამართლოს მხრიდან, რაც დავაფიქსირეთ. შემდგომში გამომძიებლის ეს კითხვები მიზანმიმართული კითხვები, რომლებიც არაზუსტ ინფორმაციას შეიცავდა, ტყუილებს შეიცავდა, რომ თითქოს მან ინტერვიუთ რაიმეს რაიმე ინფორმაცია მიაწოდა. სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებისა და უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარების მუხლებით სუსში დაწყებული გამოძიება გრძელდება. უწყების მიზანია დაადგინოს, რა ინფორმაციაზე დაყრდნობით ამტკიცებდა BBC, რომ საქართველოს ხელისუფლებამ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ქიმიური ნივთიერება კამიტი გამოიყენა.